მოგესალმებით. ჩემი სახელია მიშა მაზიაშვილი. ელემენტარული მათემატიკის ფიზიკის ცენტრის დირექტორის მისამართი ჩვენი ცენტრის. ვისაუბრებთ დღეს ეს ლექციები იცით რომ საჯარო ლექციებია სამწუხაროდ განხორციელებული. აქ ძირითადი ფოკუსი ჩვენი ტრანსპორტის მასალათა სკოლებთან ლექციების პროგრამაში ალბათ ფენექალა ოპერებო საჯარო ლექციები. საკითხი რომელიც თქვენთვის ცნობილია სკოლის კურსიდან არასთან დაკავშირებით. ეხლა განსხვავებულად ისწავლამდე თავში მოცისების სასწავლო პროგრამა, რომელიც ჩემს დროს სკოლაში ის თანახმდება ფიზიკის კურსებში მოსწავლეებში. ამჟამად ერთგვარი ნაწილმა ამ შემდგომი დაამთავრა სკოლა, რომ დაიარო მექანიკა და დაიარო სხვა არჩევით არის. მოკლედ ჩავთვალოთ თქვენს ასწავლეს ატომის შესახებ ცნობილია ის რომ მარტივესი ატომი ეს არის მუდმივი მდგომარეობა, ორი დამოუკიდებელი ელექტრონი და დამოუკიდებელი ნაწილების ფოტონი და ელექტრონი. ასეთი მუდმივი მდგომარეობა განპირობებული უნებრივი ელექტრომაგნიტური ურთიერთობებით განშორების ამოწანა. კლასიკური ფიზიკის თვალსაზრისით ასეთი სისტემის სტაბილურობა არის პრობლემა. იმდენად რამდენად წრეზე მოძრაობა ინსტიტუტზე მუდმივი ხაზოვანი წილების სიჩქარის შემთხვევაშიც არის აჩქარებული, ხოლო აჩქარებული გამოხდული აჩქარებულად მოსყავს გამოხდული ნაწილები ასრულებს ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას. ეს მოიცავს უნდა გააგრძელდეს ენერგიას. ენერგიას თუ დაკარგავს ეს ნიშნავს რომ ის ენერგია შემცირდეს, შემცირდეს და ეს უფრო პატარა და პატარა ორბიტაზე გადასვლა ვიერთის ეს გასაგებია. შედეგად ამ პროცესის გაგრძელების შედეგად უფრო დაინიშნოს სისტემა. მეორე უფრო რთული საკითხი კლასიკური ფიზიკისთვის აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ატომის გამოსხივება ხდება დისკრეტულ რეჟიმში. ატომს აქვს გარკვეული კაცად განსაზღვრული დისკრეტული გამოსხივების სპექტრი. ამის გაკეთება პროცესული ატომის სიმჭიდრეს გამოსხივებს, გაუგებარი კლასიკური ფიზიკის ატომში. და აი ამ სიზნელეების გასაგებად ატომის ფიზიკის შესასწავლად იქნა კონცეპტუალურად ახალი თეორია შემოშალებული სახელწოდებით. ამ კვანტური მექანიკის შემოტანა გარდა ფიზიკისა და კონკრეტული საკითხების ახსნისა შემოიტანა მნიშვნელოვანი ახალი კონცეპტუალური ხმება რეალობის გარკვევის ჩვენს სოციალურ ფილოსოფიური შედეგებიც ახლა კვანტური მექანიკის შექმნას. ჩემი საუბარი ის ისტორიის. ერთმანეთს რომ არის შეგვეცნებია დებროების შესახებ. კარგი ფიზიკოსი, რომელმაც საინტერესო არის ვიტყვი რომ დებროები მაგისტრატურაში საუბრობ სწორედ მასოს ისტორიის მიმართულებით. მანამდე ფიზიკით აქტიურად დაინტერესებული არ ყოფილა. ძმა იყო ფიზიკოსი, რომელიც უყურებდა ეს პერიოდია ძალიან აქტუალური სიახლეების დაკავშირების ძალიან ესეთი შეუთავსებელი კლასიკურ ფიზიკასთან. აქტივი გამოწვევა. ხოლო ძმის საუბრის გავლენით გადაც დაინტერესდა ამ საკითხით და ძალიან მნიშვნელოვანი იდეა Origine გამოჩნდა კმედიტია შემოთავაზა
კვანტმა ეს პირველი ადამიანი, ვისაც ვინც შემოიტანა სინათლის კვანტის ცნება. ანუ პირველი ამბავად გარდა კვანტური ფიზიკის ელექტრომაგნიტური გამოსხივების მაგალითზე მოხდა ეს ბუნებრივი საერთოდ ეს არის გამოსხივება, რომელსაც ექსპერიმენტზე ან ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდებით ექსპერიმენტებზე დაიმსახურა და განსაკუთრებით შეიძლება სტელის ჩატარება. ისე ბუნებრივი რომელიც მეკითხარით ატომთან დაკავშირებით ატომს გააჩნია ასეთი დისკრეტული შტატი გამოსხივების ეფექტი. იქნა განსაზღვრული გასული საუბრის განსაზღვრაში უპრაქტიკეს ჩამოვარდა წარმოქმნილი აქტიოთ აინშტაინმა ფიზიკის ახსნა შეცვლას წარმოქმნილი სვარგულცაუს. საფუძველზე, ანუ ელექტრომაგნიტური გამოსხივებასთან დაკავშირებით კარგად ჩამოვარდა განსაზღვრის შესახებ, რომ ეს გამოსხივება ავლენს თავს გარდაიქმნული რეჟიმის აღმოჩენას ჩვენ მანამდე ვიცნობთ ასევე რასაც დისკრეტული ფორმები ელექტრომაგნიტური გამოსხივების მატერიასთან აქ დისკრეტული სტრუქტურის გამოვლენებას ახდენს. აი ეს ორი თანაფარდობა თავდაპირველად ეს ორი თანაფარდობა მოდელების სიტყვებს ნეკავს შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ თავად. ოღონდ უპირატესი ალბა ეს არის ფიქსირებული სიხშირის მქონე გარდა ხო მონოქრომატული გარდა შეიძლება ალბათ ყველას გინახავთ ალბათ სინათლე როგორი შედება პრიზმაში სხვადასხვა ფერებად სხვადასხვა სიხშირეებად ნებისმიერი ალბა მნიშვნელოვანი მათემატიკური დებულება შეიძლება დაიშალოს ასეთ მონოქრომატული ალბების ჯამად სუპერპოზიცია ფურის თეორემის აღწერებით ცნობილია ეს დებულება თუ გამეხილავთ ულანდივეს ალბას რომელსაც აქვს ფიქსირებული სიხშირე სიჩქარე და თავის ეთზე. თავის წარმოქმნა მარტივი შეიძლება შეიძლება გასაგებად ეს არის რაღაც პერიოდული მოვლენა, რომელიც ვრცელდება სივრცეში. გააჩნია მინიმალური სტრუქტურული ერთეულები. ეს არის თავის ეთზე. თავი წარმოადგენს თავის ეთზის გამეორებას. მეორდება ეს სტრუქტურა. ნუ თავთან დაკავშირებით გერა საუბარს არის ალბა ელექტრომაგნიტური გამოსხივების სისტემის ალგებრია მიწის რამბად რომელიც ალბათ შეიძლება შეხვდება და შეიძლება გადაგაშენდეს შეიძლება თავის საფრთხეს შეგანდება. ელემენტარულად განზომილებითი ანალიზით შეიძლება ადამიანმა აი ამ სამი მახასიათებელისგან ეს სამი მახასიათებელი ბუნებრივად შეიძლება ახალისაუბრეთ გააჩნდეს ალბათთან დაკავშირებით განზომილებითი ანალიზი შეიძლება შეადგინოს ეს კავშირებს ლიდერშიპს. ხო, ეს თავისთავად ალგების შესახებ წარმოქმნას და დაწესებას საჭიროებს ორიენტალოს დასჯერა. მაგრამ ელემენტარულ შემთხვევაში, უმარტივ შემთხვევაში შეიძლება განზომილებითი ანალიზის საშუალებით მიიღეს. ეს არის ალბათ გავრცელების სიჩქარე. ის სიჩქარე და ალბის სივრცე. ელექტრომაგნიტურ გამოსხივებასთან დაკავშირებით გააჩნდა ეს კავშირება. ელექტრომაგნიტური გამოსხივება, თანხმოვანი გამოსხივების ურთიერთქმედების მატერიასთან მართლობდნენ, ის ასეთი პოზიციების სახით ავლებდა თავს კვანტების სახით, რომელსაც აქვს ნაწილაკობრივი სტრუქტურა წარმოაჩენა ელექტრომაგნიტური გამოსხივება. ამ ნაწილაკების ჩვეულებრივი მახასიათებლები E და E, იმპულსია და ენერგია მისი უკავშირდებოდა თავის მახასიათებლებს ამ თანაფარდოების საშუალებით, ისევ განზომილებითი განზომილება როგორც დაცული საჭირო ბუნებრივი არ ქონდეს რაღაც მამრავი იმისთვის რომ განზომილება სწორად აღდეს. ამ ამბავს ეწოდება პლანკის დავანელი მუდმივა, მნიშვნელოვანი თანაშორს კვანტურ ფიზიკაში. თავისთავად ორი ფიზიკა უნდა არა პრინციპული, მაგრამ ნეირონული
არსებობდა ელექტრომაგნიტური გამოსხივება. დებოილმა რაც მოიაზრა ასე ვთქვათ, რაც დაინახა საინტერესო არის ის იმაწერა დიდი გაერთიანების სიტყვი, ანუ დიდი სიმეტრიის სიტყვია. რომ სხვა ნაწილაკები რატომ უნდა იყვნენ თავისი პრინციპულ თვალსაზრისით ამ დებოილთან თავისუფლებული ვარცებს ასე დუალიზმით ვისება და ალბათ ნაწილაკობრივი სხვა ნაწილაკებმაც ალბათ უნდა გაეცლიათ. Nu, arătătrișul fizicii spatului este un saculer pentru slobodie, energie impulsus, un saculer. În tuași națiile române să țară pozorul sičkar, să țară masă sičkar, da să fie impulsi. De proiect paromat ce usară motiv, alte secții da sirșire, ai arătătură. Am o să națiile turcă. ეს რა თქმა უნდა არის საერთო პრინციპში მოიცემა ყველა ნაწილაკის, რომელიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების შემთხვევაში უკვე რეალობა იყო. ეს თანაფარდობა სხვა არაფერი იყო რა. აი ამ ორი თანაფარდობის პრეში ექსპერტი. Icteria lambda lambda ese არის აშის ტიპის. ხო ეს ნიშანი უცნობიერთან შეიძლება ილუსტროს მიახლოებით პრობლემა. ეს არის თანაფარდობა, როგორც e lambda არის აშის ტიპის. Კარგი, ორი ამოცანა, რომელიც სამწუხაროდ თქვენთვის განკუთვნილია და გულისხმობს წინაპირობას იმისთვის, რომ თქვენ გაერკვეთ თუ ნაწილაკებსაც გააჩნიათ ალური მახასიათებლები, რატო ჩვენ ვერ ვამჩნევთ პოლიტიკური ცხოვრების ფაქტებში თუნდაც ამ თავის უნებას ნაწილაკებს. იმ აუცილებლად დავუკვირდებით ჩვენ და ამ საკითხს შევედგეთ. ეს თანაფარდობა რომელმეყო ლამბდა და impulsi და დავის სიძე ერთმანეთთან დაბმული არიან ასეთი თანაფარდობით. დამწყობების თანაფარდობა, რაც მინდა გადავიდე, არის ძალიან მნიშვნელოვანი იდეური საფრთხე კვანტური მექანიკის, ასე კვანტური მექანიკის ჩინასობრივი აღწერა და განხილვა. ეს ორი თანაფარდობა ერთმანეთს ძალიან წარსულს თანაფარდობა. მე რა შეგვიძლია ამ თანაფარდობის აზრი და რა წერია საერთოდ მაგ. თუ ამაზე შევჯერდებით, თუ დავიჯერებთ, რომ ნებისმიერი ნაწილაკი ბუნებაში ემოციონება ამ კანონს, რომ მას აქვს დაუბრუნებული განსაკუთრებით თავის სიძე, აქვს იმპულსი, რომელიც ერთმანეთთან ამ თანაფარდობასთან დაკავშირებულია. მაშინ ვისესუჩი დაგდება ასეთი საკითხი. გვაინტერესებს რაღაცის დამსახურება. ბუნებაში. ნებისმიერი კალკულების პროცესი გულისხმობს შეეროს, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ ინფორმაციის გარანტარი, ნაწილაკი, რომელსაც ჩვენთან ურთიერთმოქმედება, მაგალითად ფოტონი. ეს ფოტონი უნდა დავაჯახოთ იმ საგანს, რომელიც გარკვეულებას გვინდა და არაფერი ეს ფოტონი მასთან სწორედ და სამომავლობის შედეგი დავაჯახოთ. კერდეს ჩვენ ხედავთ იმ რომ სინათლე ეცემა მას ურთიერთმოქმედებს ირეგულირებდა და ჩვენს ბავშვში აქვს ინფორმაცია. ეს არის სამოწმო პრინციპი, რის გამო ჩვენ ვახერხებთ რაღაცების დანახვა, შეგვიძლია ურთიერთმოქმედება საერთოდ. მაგრამ ფუნდამენტურ დონეზე, თუმცა ჩვენ ჩავახერხებთ პატარა ნაწილებს და რა ხდება სამყაროში.
უნდა გამოვიყენოთ ვინაიდან ნაწილაკი ვიყენებთ არის ნაწილაკებს, ხო? ყველაზე მინიმალური გაჩერება გამოვიყენოთ, რაიმე ტიპის ნაწილაკი არის. ეს ფოტონი თუ სხვა ნაწილაკი. მაგრამ ეს თანხმობა გვეუბნება, რომ ეს ნაწილაკი არის ამგვარად ტალღა, რომელსაც გააჩნია ტალღის სიგრძე. ტალღის სიგრძე, როგორც მითხარით, ეს არის ტალღის მინიმალური სტრუქტურული ერთობა. ჩვენ რომ ამ ტალღით დავინახოთ რამე, ტალღის სიგრძე არ უნდა დამემატებოდეს ობიექტის ზომის. ტალღას აქვს ერთი თვისება, შემოდის თვისება. თუ ტალღის სიგრძე არის უფრო მეტი, ვიდრე დამხმარებლის ზომა, ტალღა შემოდის და გააგრძელებს სხვა მოვლენა. იმისთვის რომ ჩვენ დავინახოთ ობიექტი, ამ ობიექტის ზომებზე დიდი არ უნდა იყოს იმ ტალღის სიგრძე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ტალღის. ეს თანახმადობა გვეუბნება, რომ რაც უფრო პატარა მანძილებზე გვინდა ჩავიხელოთ, ანუ რაც უფრო პატარა ლამდა გვინდა ვაყიდოთ, უნდა გავსართოთ ჩვენ ნაწილაკს უნდა გქონდეს მაღალი იმპულსი, ამისად დიდი. ანუ იმისთვის რომ ჩვენ პატარა ნაწილებს დავაკვირდეთ, უნდა ძალიან მაღალი ენერგეტიკული დამჯახებულება გამოვიყენოთ. ეს არის კიდევაც ის რის შესაძლებლად საუბრობდა ჯუკა ლექციაზე ამაჩქარებლები. და მანქანა მოწოდებული იმისთვის, რომ ეს ნაწილაკი გავაჩქაროთ დიდ ენერგიით. განვიხილოთ პატარა ტალღის სიგრძე და შესაბამისად. აი ეს თანახმადობა, აქ დელტა x-ი არის სიზუსტე ვაკვირდებით ნაწილაკის მდებარეობას, ზომა ნაწილაკის მდებარეობას. რაღაც გადამტანის საშუალებით, ნაწილაკის საშუალებით. ეს დელტა x-ი არის სიზუსტე, გასიზუსტე და ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ნაწილაკს. იმურესობა ნაწილაკი წერტილოვანია, ნებისმიერი სიზუსტე შეიძლება მისი მდებარეობის განცვლა. დელტა p აღნიშნავს შეშფოთებას იმპულსში. თავიდან მოეძებია დავუშვათ უმარტივეს სურათი, რომ ის საშუალებით გაჩერებული. მაგრამ ვინაიდან ჩვენ ის დასამზადებლად აუცილებლად უჭირდება ნაწილაკი, რომელსაც ექნება იმპულსი, უნდა დავაკვირდეთ. მეგობრობს იმპულსი. ურთიერთქმედების შედეგად, რასაც ვაკეთებ, ურთიერთქმედების შედეგად მეგობრობს. იმპულსი, ანუ თავიდან ნულოვანი იმპულსიც რო ქონოდა, ეს აუცილებლად შეეძენს იმპულსს. და გაიმეორებს საკუთარ თანახმადობას, იმიტომ რომ ჩვენ რაც უფრო პატარა ლამდაზე გვინდა დავაკვირდეთ მის მდებარეობას, ვიღებთ იმდენჯერ უფრო მეტ აქედან არის h ბარი გაყოფილი ლამდას. მოგეთ ასე ამ თანახმადობის დონორებს იმაში, როცა ჩვენ რაღაცას ვაკვირდებით, პრინციპულად გვიზრუნავს ბუნება ერთდროულად აი ეს ორი სიგრძით დავიჭიროთ ნებისმიერი სიზუსტე. ეს პრინციპული შეზღუდვა მოდის ამ თანახმადობაზე. იმიტომ რომ ფუნდამენტურ დონეზე ნაწილაკს გააჩნია ასეთი ფორმაცია. ნებისმიერი ელემენტური ნაწილაკი ოფერდება. განმდრებას ასეთად და შესაბამისად. გავიმეორებთ ეს თვალს, ესე გასაგებია თანახმადობის. ესე იგი ნაწილაკი, რომელსაც ვაკვირდებით, რაღაც დელტა x-ის ზომის მდებარეობას, შეუძლებელია მისი იმპულსის შეშფოთება უფრო ნაკლები აღმოჩნდეს, ვიდრე დასაშვებია ამ გასაგებია. აი ამ თანახმადობის მეორე წაკითხვა გვაქვს შემდგომში. ჩვენ ნაწილაკს, თავისუფალ ნაწილაკს, რაღაც მექანიზმი დავავყავებ სასწავლად. ეს სამისი ზონა. თუ რაღაც მექანიზმი შევძლებთ, დავავყავოთ ნაწილაკი სასწავლ სივრცულ არეში, დელტა x-ი აღნიშნავს. მაშინ მას აუცილებლად გაუშვება შეშფოთებები იმპულსში, ან ფლუქტუაცია ნიშნავს შეშფოთებებს.
დელტა P, რომელიც იქნება აი ამ ვექტორის. ხო. ეს თანაფარდობა შეუძლია წავიკითხოთ ასეთნაირად. ლექციის თემა ეხება სახელმწიფო ბუნებაში. წინა ლექციებზე აქტიურად განიხილებოდა ეს თანაფარდობა, როგორც თეორიული ბაზისი იმისთვის, რომ ჩვენ აბარამ მართლა როიენდარაშო თქვათ 1 კილოგრამი, 2 კილოგრამი ასოს აბარამ მასის ჩვენ ყოველდღიური ცხოვრების მასშტაბებზე ვეზახებ. შესაბამისი ენერგიები საინტერესო იქნება. შეასრულოთ რეალში დაწეროთ და აქტუალური კანონები ეგარებოდათ, რომ შესაძლოა ასე პატარა მასა საკმაოდ დიდი ენერგია. ენული აღნიშნავს უძრავობის ენერგიას, M არის მასა, C არის სიახლის სიჩქარე. მათი განმავლობელი ენერგია არის ენერგიის განსხვავებული და აქტიური. მოგებული თქვენ პროგრამის ფორმის საინტერესოა ბუნება ამ კანონით, ალბათ ამ მიმართულებით საერთოდ ციცოცხლე. არსებობს ზედმეტი თვითდაშლადი ელემენტები, რომელთაც ის პრაქტიკული ელემენტებია. რომლებსაც გააჩნიათ რაღაც საწესი მასა იშლებიან ნაწილაკებად მეკანიკით, თუ რჩევით გადადიან თავდა მასები უფრო ერთი შემოხმდეს ასრულებად. მასის კარზე შეიძლება კონკრეტულად რაღაც საწესს დაიშალოს. ან მასის კარზე შეიძლება მიიღოს ენერგია. იგივეც თუ არა ბუნება საპირისპირო შესაძლებლობას თავისი სტრუქტურებისას, თავისი შემოგვიყვანოს მონება, ენერგია იქნას გამოყენებული როგორც მასის წყალი, მასის შექმნის წყალი. აღნიშნა რომ ბუნება თუნდაც არ გეუბნებს ამ შესაძლებლობით ერთოდ ლექსის სათავე როგორც გახსოვთ იყო მატერიის მასის წარმოშობა. მატერიის მასა ატომში იცით, რომ პროტონის მასა იცით რამდენჯერ აღემატება ელექტრონის მასას. ხო. დაახლოებით 2000-ჯერ უფრო ძიმეა პროტონი ელექტრონს. ამიტომ ატომის მასის ძირითადი ნაწილი მოდის მის ბირთვზე. მაგრამ ეს ბირთვი, უმარტივ შემთხვევაში იყო ერთსავე პროტონი. პროტონი არის ძალიან დამოუკიდებელი ნაწილაკი, პროტონთან ერთად ბირთვში, ბირთვში ნეიტრონებიც სახლობენ. ორივე ამ ნაწილაკს ეწოდება ერთი დასახელება ნუკლეონი აღნიშნავს აი პროტონს, ნეიტრონს. მაგრამ ეს ნაწილაკები, პროტონი და ნეიტრონი არის შედგენილი ნაწილაკები, შედგება სამი კვარკისგან ერთისგან მეორეც. სხვათა შორის ეს არის ამ კვარკების პატარა განსხვავება მასებში, რომელიც გვიხსნის ნეიტრონის და პროტონის შორის მასების განსხვავებას. მაგრამ ამ შემადგენელი ნაწილაკების მასა შეადგენს მხოლოდ 1% ნეიტრონის მასას. თავისთავად ეს შემადგენელი ნაწილაკები თავისი მასის ხარჯზე ვერ მისცემენ მასას პროტონს. ლოგიკა იყო ასეთი, რომ მატერიის ძირითადი მასა ეს არის ნუკლეონის მასა. ხოლო ნუკლეონის მასა არ არის რეალურად განპირობებული კვარკების მასა. მაგრამ შეადგენს მხოლოდ 1%-ს მათი ჩამოყრილი მასა. პროტონის ნუკლეონის მასის 1%-ს.
მაგრამ მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ჩვენ ვიცით ამ კვარკებთან დაკავშირებით, არის ის, რომ ისინი დაწყობილებული არიან ნუკლონის შექმნით. და დაწყობილებული არიან დაახლოებით აი ამ რიგის პრინციპებს. ეს არის ნუკლონის სვლა. ამ ხარისხის მინუს 3. ვინაიდან ისინი არიან დაწყობილებული, როგორც გითხარით, მათ აუცილებლად ექნებათ აგრეთვე ძალიან რთული გამოსახულება, ეს არის ვერაფერის გამოსახულება ენერგიის ან ზოგადი გამოსახულება ენერგიის. აქცერია ის იმპულსი შეშფოთების შედეგად პარალელურ პროცესებში შექმნილი, რომელსაც შეიძლება პარკები, რომლებიც არიან დაწყობილებული, შესაბამისად მათთვის სრულდება დაუსრულების თანხმობა. მასები, როგორც გითხარით, მასები სულია ძალიან მცირე, ამ ჯამში ამაზე სული არის უგულებელ საყოფი, შეგვიძლია რომ დავუვიწყოთ. რეალურად. მივიღებთ, რომ ასეთ ნაწილაკებს იცით ეწოდება რელატივისტური. როდესაც მათი იმპულსები ბევრად მეტია მასასთან შედარებით. ანუ როდესაც აი ეს წევრი დომინირებს მასასთან შედარებით. ასეთ ნაწილაკებს ეწოდება რელატივისტური. შედეგად ხედავთ, რომ კვარკები წარმოადგენენ საკმაოდ მაღალ ენერგეტიკულ ნაწილაკებს, რელატივისტურ ნაწილაკებს ნუკლონის შექმნით. მათი მახასიათებელი იმპულსი შეგვიძლია შევაფასოთ აი ამ ინფორმაციიდან, არის ფერის მახასიათებელი 10 ხარისხის -3 აი აქ თუ ჩავშოთ 10 ხარისხის -3 და ჩაინიშნოთ გამოვლების სახით და დავწერთ რომ ენერგია მართლაც შეფასებული ასეთნაირად ამ დელტაში შევაფასოთ. მიერეთ ნუკლონის მასას. ეს არის რაც თქვენ იცით, მე ვერაფერი არ გჭირდება. H-ის ახლა მოგაწყვეტ ჩაინიშნებს ამოცანა. ჯერჯერობით ბანკის აყვავების უზრუნველობა, ამის შემდეგ ჩვენ შევაფასებთ, როგორი იქნება პარკის მახასიათებელი იმპულსი ნუკლონის შექმნით. და ამ ზოგადი გამოსახულების ენერგიის ზოგადი გამოსახულების საშუალებით დავემკვიდრეთ მახასიათებელ ენერგიას. დასკვნა არის, რომ კვანტური ენერგიის ხარჯზე ხდება ნუკლონის მასის გენერაცია. ანუ ჩვენს რაღაცას გადავიღებთ, როგორც გასული ერთი შეხედვით არის კვანტური წარმოშობა. შეიძლება ამ მასს. Remember challenge not series but modules. Sounds totally alright, მაგრამ საინტერესო ამბავია. ატომი ძალიან სანტიმეტრია უნდა ჩავყოთ. და ჩაგაწერეთ თუ ჩაიგოჩნდა. H is მნიშვნელობა წერია. H ბარი. კვადრატი თავი, სამი minus 1. ხო, ეს ორი ამოცანა სწორად განკუთვნილი გასაგებია. ესე პირველი უბრალოდ ეხება საკითხს, დავინახოთ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში რატო ვერ ვაკეთებთ გამოვიგებთ ნაწილაკის ანუ გვინდა შევაფასოთ ის დაუვეს სიგრძე. მეორე ამოცანა ეხება დავინახოთ ჩვეულებრივი უმარტივესი ატომის შექმნით როგორია მახასიათებელი სიჩქარეები. ელექტრონის პირველი ეტაპი, ასე საკითხად დაიწყეთ. შემდეგ ეწოდება რა სიჩქარე კულოს გამოსახულება ყველაფერს უცნობი დაარჩენს. პირველი ითვლით ელექტრონის სიჩქარეს, ვიწყვის სიჩქარე ფორმულების შემოწმებული, როგორ შეიძლება ამის სიჩქარე იმპულს აკვარიუმის საშუალებით შეაფასებთ, როგორი არის ელექტრონის გამოსახულება და
შემდეგ თქვენ ატომის ზონაში მახასიათებლები ეს ატომის ზონა მახასიათებლები ათი არის კატონოს ვასა ეს ямар აღმოჩენს რაღაც თავსებადობას იმ გამოსავალებლებს შორის, რომელიც არქეოლოგ შემოქმედებს გულის გამარჯვების სტრუქტურების ასვლა, გულის გამარჯვება, რომელიც პარკეთის გულის გამარჯვება. თუ იმას მომწევს, როცა მომჩენს ეს არის თუ გადავიდა. ანიქნა ჯობდეს ბოლოს დაშლა. ეს არის ყოველთვის უფრო ჩაწერა. მერიტა ეხლა ასეთი შეიძლება არცერეს ამაზე შეჩერება, მაგრამ ამიტეს აკუს კონსოლიდაცია შეიძლება რომ არდაიტოთ განაცხადო. კარგი, კიდე რეგულის იდეა აღმოჩნდა ფაკულტეტი იმისთვის, რომ შეედინოს Schrödingeri, რომელიც ალგორი მექანიკა ალგო არსებითად დეპლოის იდეებზე დაახლოებით. ეს არის ის განპოვება, Schrödingeris განპოვება, რომელსაც ქიმიკოსები იღებენ ძალიან რთული ატომების სტრუქტურას დაახლოების ელექტრომაგნიტური ანუ ეს იდეა სამართლიანი, ვიცი რომ დეპლოის იდეა უშენება Croația, așa cum o consultat șeriful somnul se scrisea, șeriful global șerif. Asta nu va doar conda, exact, alles macht se temperie. Lambda, algosifte, sichare, desviexire, antena partotare, გადავშირებული. მეორე სულ ვიცი რომ კავშირი ალგო ნაწილაკები ახასიათებლებს შორის ხორცელი აიონური საშუალებით მატერია სიჭირე ენერგია ალგოს იქცევა იმპულსი ვიღებ ნაწილაკს რომელიც მოძრაობს ვესიჩქარე თვითონ არსებულ გამოსახულებით არადასტური გამოსახულებით ენერგიას და იმპულსს Tāpēc, gadījumos mēs varam izsākt nulles, kas ir pārējais e-šķērsot kā gamosapulētiem, e-šķērsot kā gamosapulētiem, nulles kā nulles, šiem ir tālāk ālgais upēm, nacionālis, ālgais, devoļis, ālgais, notraulis. Sīčkārēs tā viņš debā urijos ir nacionālis, notraulis tā vēsīčkārī, devoļis, ālgais, gamosapulētis sīčkārē, viņš tā kā ālgā, visi nākā. რაც თავიდან რა თქმა უნდა შეიძლება გახსოვდეს ასეთი იდეის იმედიაციის საფუძველი ადამიანის პოტენციალის ვინმე შენიშნება ასეთ უასობას მაგრამ საქმე იმაშია რომ ალგოს გავრცელების როდესაც გვაქვს ანუ ალგოს გავრცელების აგრესიულ სტრუქტურას ახსენებ. სიჩქარე ამას აქვს ორი მახასიათებელი სიჩქარე ერთ-ერთი გავრცელება გულობის სიჩქარეები რომელიც დისპერსიული თანაფარდობებთან რეალურად იწვება აი ამ თანაფარდობებით ეს და ეს საშუალებით განსხვავებული გაართულებული დაახლოებით ისე წარმოებების საშუალებთან როგორც თქვენ შემოწმოთ წარმოებების უფროს კლასებსაც მოგვიყვება ეს არის სიჩქარის ცენტრა ხო ეს უფრო სიჩქარის განმარტება არის არა ხო ესეთი კორექტული განმარტება რომელიც არის ერთადერთი სინამდვილეში ალბომის განმარტება მომცემს რომ არ არსებობს ეს პრობლემა და მე როგორც ვითხარი ძალიან მნიშვნელოვანი არის ის ნუკლეონებთან დაკავშირებით რომ არსებობს მექანიზმი რომელიც განაპირობებს კვანტების დამტვერვებას
პაკეტი დაბმას ძალიან ცივი მანძილებზე, $900 მინუს 13 საგუნდოს რიგის მანძილებზე დათხოვებას. ეს თავისთავად ძალიან არატრივიალური საკითხია ასასწორებლად. ამ ფიზიკის გასაგებად მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული ნამუს და ვილსონის მიერ, მოდელირებად. ბოლო სურათი არის განწყობისთვის, ეს კავშირდება ლექციის თემას, ეს არის რობერტ ოპენჰაიმერი, ხალხური ფოტოგრაფიის ნიმუშია, ასეთ პოზაში. ეს იმენერებს თქვენ შეკითხვებს და გამოსანებს გავაკეთებ სლაიდს, რომელიც ხო, ჩვენ რა არის კარგად მომგაგალავებით ამ თანამდებობა. მითქო დელტუსად უნდა იყოს. თავიდან არის პირველი ამოცანა ზოგადად ვარდება რაც რაოდენობა და აი მაგისტრის ევროელის თანხას ვიყავ ნებისმიერ შეუსრულში ხო აი რაღაც დიდი მასის პრობლემა ხო აი უბრალოდ ეგ პირველი ამოცანა პირველი ამოცანა ვიყავ რაც თუ კონკრეტულად თანხასობენ როგორ დაყავთ ამას აი Alles was er doet, is I am probably ეს განცილების მასშტაბი როცა περίπτωση ეს არის ნუ ლამდა რომელიც ალას ახასიათებს დაკავშირებული ისთან ასთან ამ ტექნიკურ გასაერთებს Potențial energias finanțării. Kivartul aire sule energias, auziți exemplul, auziți exemplul, EPS, pentru a se și studiul acesta, nevis mi el și nu trebuie să stau despre specia pasă, sau să la specia pasă, să îi povesti, auziți specia, am trece o potențialul energias, ai povesti შემდეგ როგორია მაქსიმალურად გამოსილიცია სისტემის კილოგრამის სპეციალისტის ასევე ჩვეულებრივი სიჩქარე. მაგის ვიზუალიზაცია ასეთია. ძალიან კარგი შეკითხვა. როდესაც შეგვიძლია ჩვენ ესე მიკროსამყარო შესანახავები დაკავშირებადია. მაგრამ სტრუქტურის მასის ზრდის გამსხვილების ხო გადაბმულად ატომებზე და ვარსკვლავს ატომისთვის ვარსკვლავები განსხვავებული კუდით მოლეკულებზე. ბოლოდრომდე გართებოდა ავსტრიაში ზუსტად შეიმოსა. ბოლოდრომდე ნიშნავს რომ ახლოს ასოში არის მასშტაბური ჩაგვდის. სტები სადაც საკმაოდ დიდი მოლეკულებისთვისაც, მაკრომოლეკულებისთვისაც ჰქონდათ ექსპერიმენტულად შემოწმებული ეს თანაბარდობა. უფრო ზემოთ ეს ამცანა რას ეხება? არის რაღაც სხვა, სადაც პრინციპულად ვერ შეამოწმება. სწორედ ამის დანახოს ეხება ეს ამოცანა. პირველად. მაგრამ თავისთავად კითხვა საინტერესოა, რამდენიმე შეიძლება სანამ აზრებს ამ თანაბარდობის შემოწმებას საუბარს, სრულდება თუ არა. აი მაკრომოლეკულების დონეზე ასაკობ ელემენტარ ნაწილებთან შედარებით დიდი სტრუქტურების დონეზე ეს ექსპერიმენტულად არის. ანუ შეიძლება დიდი მასა აქვს. ამას ობიექტს უფრო დიდი სიხშირე აქვს რა ისიც სიხშირე პირიქით ნაკლები ხო დიდი. ხო, არა, კი, ნუ თანაბარდოებით, მაგრამ მე მგონი უფრო კონცეპტუალურ ასპექტს ფასადებს. მან ამალი სიხშირე ის ჩვეულებრივ ალყა მე იმას ნაზვაგებ ნაკლებად. დიდი სიხშირე რაღაცა მიახურება შემიძლია, აი ერთ წერტილადაც კი ანუ აი
ხერძიდან გადახრა რომ ძალიან პატარა საერთოდ იმ წერილში ხო? აი მაგის მოძრაობა რა აქვს ახლა? როგორც ავტორ რა სიხშირე ესე არის. ან თქვა რადიო დავა. ხო ძალიან ძლიერი. სტუდენტი. ფიზიკის მეგობრებს. მოდი ახლა დიპასუხებ ცოტა პასუხი. თქვენ შევაბა ცენტრში ფორმულირებთ. მიზანი რა არის? მიზანი როგორიც იმაში ის რომ ზოგადი ფანტაზია თუ შეფერებთ. საუბარია ერთის რას ანდრო მექანიკა რომელიც ექსპერიმენტი მასალებს. მაგრამ უნებრივია დიდი მანძილებზე ყოველდღიურ განშტოებაზე ჩვენ ვცნობთ კლასიკურ მექანიკას. მეკითხვა რომელსაც თქვენ შევამთ არის შემდეგი არსებობს თუ არა ეს ზღვარი როცა ჩვენ გადავდივართ უწყვეტად კლასიკური კვანტური მექანიკიდან კლასიკურ თუ არსებობს ეს უწყვეტი კავშირი. ამაზე სხვა შეიძლება საერთოდ კვანტური მექანიკა ასრულებს მოდელება. კვანტური მექანიკას აქვს ასეთი დებულება და ახსნა რომ რა თქმა უნდა დებროელის სწავლა როგორც ვთქვათ დებროელის იდეოლოგიის ეს რომ პირველი ჩანასახი ეს არ არის ის თეორია ის რაც თავისთავად მომენტა ეს დებროელის სწავლა რა არის ეს თეორია არა ფიზიკური ობიექტი მაგრამ ეს ხო იდეა რომელსაც მისცა ბიცი იდეა რომელიც ფიზიკურად ინფლიციას ვაწევთ და გვიხსნებს აი არჩევების საფუძველი ახლა შევასებების და შევასებების მუშაობს. აი რა თქმა უნდა ზუსტი კვანტურ მექანიკური აღწერა სისტემის ხდება კვანტურ მექანიკური განყოფილება. და უბრალოდ ამ კურსი oriented on calculated manipulation and theories on the calculated analysis. Just the answer systems. In theories paradigmში როგორ შეიძლება თქვა კლასიკური დინამიკის განყოფილა, როცა გვაქვს ისეთი ობიექტები, ისეთი პაკეტები, ეს შესაძლებელია ძალიან მედა მათემატიკური ფორმალიზაციის That's Heisenberg's concept. Because like shorter objects or this obviously this on the average show that our data option is shape of the bus. And also the problems are Heisenberg's concept. Also, other objects are
კოსმოლოგიაში თანამედროვე კოსმონავტები რომ სამყარო სასწრაფოა და მასშტაბები ჰორიზონტის ნამდვილ მასშტაბი არის მათი ხარისხი 28 სანტიმეტრი. ეს უბანი მოდიოს ძალიან პატარა ევოლუცია სამყაროს იწყებოდა ანცილერიდან რომელიც შეიძლება იყოს 10 სანტიმეტრი. ესე იგი 10 კაცრად კვანტურ რეჟიმში ცხოვრობდით. შემდეგ იწყებს სამყარო გადასვლას სტრუქტურის ფორმირება, პერტურბაციების სპექტრი. ეს ერთ-ერთი, ანუ საკითხი რომელსაც თქვენ სვამთ. ძალიან ასაკითი რა აქტუალური ამ თანამედროვე აქტუალური ამბის. არასდროს დრამატული კავშირი, because მაკროშორეს და ბუნებრივი გადასვლა. ერთი შეკითხვა თვითონ. თქვენ ძანეთ რომ აი ენერგიასა და მასას შორის ასეთი მჭიდრო კავშირია და მოიდება მიზრუნაო და აი უკუ პროცესი ხდება. მაგალითად ხომ დამოსახებდი და მოგვიყვანით ეს უკუ პროცესი. მაგალითად იყო სწორედ ნუკლონი, რომელიც ენერგიის ხარჯზე იკეთებს მასას. ნუკლონი რომელიც არის ძირითადად უძლებს შემტანი მატრის მასაში, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი მატრის ან ელექტროდების ჩვეულებრივი მატრის ტრანსპორტირება. ესეთ მატერიაში მასა არის კვანტური წარმოშობის. მასის ძირითადი წვლილი მოდის ნუკლონებიდან, ხოლო ნუკლონის მასა არის ენერგიით გენერირებული. კვანტური პროცესის ენერგიით გენერირებული. აი სხვაგან თუ ხდება ანალოგიური სხვა სხვაგან თუ ხდება ასეთი მოლეკულაში ცირები მას ეფექტს. მედიუმ პროსმარა აი შავფოთი ვარ. რაღაცა ობიექტი მოხდა და ხოლმე გამოიწვევს ეკრანში. ანუ თქვაც მოძრაობს სინათლის სიჩქარე და გამოსვლა და რაღაც ენერგიას კარგავს. მაგის სიჩქარე არის დება, ასე იგი დება მასა, ხო? ან რაზე წავალის და ხანდი. ანუ თქოში და აი პატვარ ხო შავფოთი რაღაცა. შავფოთი როგორც იცით არ არის სრულად შავი, როგორც ასეთი მას აქვს გამოსვლება, ხოლმე მარტო შავფოთი არ არის შავი. შავფოთი მასაზე მიდოდა. აი ხოლმე გამოვაქვს ვერაფერი. შავფოთი ასე. აი პროცესი როცა ვარ. აი ეგეთი მიახლოების. კლასიკური გრაფიკის პარამეტრებში ვერ გამოხსენებს. სინათლის სიჩქარეზე და მოძრაობ და ის სინათლის სიჩქარე წარმოქმნის გამოსასვლელად, ესე იგი ჩემი დახარჯული ენერგია, აი რაღაცა ხომ რაღაცა ეს აღარჯა, ჩამოყოლი გიზი და უკვე და გამოსულა გვარდები ჩამოყოლის ვერში. და ეს საწინააღმდეგო მინდა რომ გამოსვიდა. გამოყოლი. ხოდა ხო ვერ გამოდიოს და ეს ჩემი ენერგია არც სიჩქარეს მიმატებს. ესე იგი ასე მარგომასაც მიმატებს. და ეს დაკვრა როგორც ძალიან მნიშვნელოვანია და საერთოდ ფიზიკაში ძალიან მნიშვნელოვანია ატომის სისტემის მიკითხება, რომელიც ატომის სისტემის უნდა განხილავს პროცესს. გრავიტაციას აქვს ის ამსებურება, რომ გრავიტაციაში კოორდინატული და დროის პარამეტრები რეალურ ფიზიკურ დროს და კოორდინატს ასახავს ყოველთვის, ხო? აი, გრავიტაციაში პრინციპი როლს მანერად გავლენას ახდენს გრავიტაცია დროის დინამიკაზე. მაგრამ რაც მომესმე ერთი იყო მასას მოჯობე მასაზე არის საპარენტული მასის სრულებაზე ან სხვა ანცენები რომელსაც დინამიკის სიგნალები დიახ კითხვა შეგვიძლია რომ არა ქალბატონის მასის კომენტარი იყო მე მაქვს ერთი მცირე კომენტარი ასევე ამ თემაზე აი რაც შეეხება ტალღური და ნაწილობრივი ბუნება არა საჭირო ხო
ესე იგი, როგორ არის იცით, აი მაგალითად სინათლის ბუნება, ეს ხო ვიცით ჩვენ ფიზიკის ისტორიიდან მე-18 საუკუნეში იყო ამაზე ძალიან ცხარე კამათი, რომ როგორი ბუნება აქვს სინათლეს, თქვა კორპუსკულარული თუ ტალღურია რა. და იყო მთელი რიგი მოვლენები, სადაც სინათლე თავს ავლენს უფრო როგორც ნაწილაკი. შემდეგ მე-19 საუკუნეში უკვე ისეთი ექსპერიმენტული მასალა წამოვიდა, თქვა ინტერფერენციაზე, დიფრაქციაზე, საიდანაც უფრო და უფრო ჩანდა თითქოს, რომ სინათლე ტალღური ბუნების არის, მე მაქსველი, რომელმაც უკვე მაქსველის განტოლებებით აღწერა და თითქოს საბოლოოდ დავწმუნდით იმაში, რომ სინათლე არის ტალღური ბუნების, არა? და რეალურად ესე იგი ჩვენ ხა დღეს ფაქტურად სადამდე ვართ მისული იქამდე რომ ეს ცნებები ტალღა ნაწილაკი ეს არის ჩვენს მიერ მოგონილი იდეალური ცნებები სინამდვილეში არა და სინათლე არის რაღაცა ძალიან რთული ფენომენი რომელიც გარკვეულ სიტუაციებში გარკვეულ ენერგიებზე თავს ავლენს როგორც ნაწილაკი რაღაც სიტუაციებში თავს ავლენს როგორც ტალღა ესე იგი ფაქტურად ეს ჩვენი ლექსიკონის შეზღუდულობის ის არის თითქოს არა და აი რაც შემდეგ უკვე მე-20 საუკუნის აი ფილოსოფიაში პოზიტივიზმში რასაც დაერქვა კორპუსკულარულ ტალღობრივი დუალიზმი, ესე იგი ეს დუალური ბუნება აქვს თითქოს ამოვლენას, არა? არის მაგალითად კომპტონის გაბნევა, თქვა გამოსხივება იქცევა როგორც ნაწილაკები, რადიოტალღები, ეს რა თქმა უნდა ტალღური ბუნების. ესე იგი მოვლენები ბუნებაში გაცილებით უფრო რთულია ვიდრე ის ენა ის ცნებები, რომელთა საფუძველზე ჩვენ ვცდილობთ ისინი აღწეროთ. აი, თითქოს ესეთი გაკვეთილი მოგცა ამ ამბავმა, რა? ესე იგი მაკროსამყაროში ჩვენ თითქოს აი ტალღური ბუნება მატერიის როგორც ასეთი არ გვჭირდება იმდენად რამდენადაც იქ ასე ვთქვათ ის კანონები კლასიკური ფიზიკის რომელიც მოქმედებენ სავსებით ადეკვატურად აღწერენ მოვლენებს არა ამ დროს არის მოვლენები სადაც მატერია ნაწილაკები ავლენენ ამ ტალღურ ბუნებას და იქ რა თქმა უნდა ეს აუცილებელია და ძალიან სასარგებლოა ხშირად რომ ესა თუ ის მოვლენა შევისწავლოთ აი მე მგონი ასე შეიძლება ასეთ პროცესის შემთხვევაში ეს ნაწილაკი განაკეთდება თუ აი ეს ორმა დაბლსით იქნება. ორი განმეოროს განყოფის ზედაპირი ჩვეულებრივ ეს ყველაფერი ნახავთ აუცილებლად წლიან ჯიქაში ან ხო, სინათლე ორი განყოფის განყოფის ზედაპირზე ნაწილაკება ნაწილი დაგაზრდება. არა, თუ ერთი ფოტონი ის საიტს აბოლომდან ჩვენ პრინციპულ თვალსაზრისით რომ შემოვს. ერთი ძალიან და აზარებს თქვა ძალიან დიდი რაოდენობით ბევრჯერ ექსპრესიანული ციფრი ეს არის ბევრი ფოტონის ერთობლიობა კლასიკური სინათლე ეს არის ალბათობრივი აზრით გასაგებია რომ დიდ ფონებზე როცა უკვე შეიძლება შეაფასოთ იმის მიხედვით როგორ გადადის აეროს მაჩვენებელი და საწეს ფოტონების რაოდენობა და შეიძლება ვთქვათ ალბათობრივი ინტერპრეტაცია მაგრამ ერთ შემთხვევაში უკვე პასუხს რაჩვენებთ ხედავთ რომ აუცილებელი ალბათობრივი აღწერა რაღაც ალბათობით ანუ ეს დისკრეტული სტრუქტურა უკვე თავაზობთ ალბათურ აღწერას ეს ანდროს კონტაქტი ეს ხო არ არის ხო შეკითხვები კიდევ? დიდი მადლობა მიშა, ძალიან საინტერესო ლექცია იყო.